ოკეი. თითოეული წვენი, რომელიც დამზადებულია ხილფაფით, შეიცავს კივის. ხილფაფით დამზადებული არც ერთი წვენი არ შეიცავს ერთდროულად ქლიავსაც და კივისაც. ესე იგი, თითოეული, ანუ ყველა ხილფაფა შეიცავს კივს, ამიტომ ხილფაფა პატარა წრეში უნდა მოვაქციოთ და კივი დიდ წრეში. ხილფაფა და კივი. ხილფაფით დამზადებული არც ერთი წვენი არ შეიცავს ერთდროულად ქლიავსაც და კივისაც, ნიშნავს იმას, რომ ქლიავი არ უნდა კვეთდეს კივის იდეაში ხილფაფასთან ერთად. ანუ შეიძლება ცალკე კივის კვეთდეს ქლიავი, მაგრამ დაუშვებელია, რომ ქლიავმა გადაკვეთოს ხილფაფა. თუ კი ქლიავი ხილფაფას გადაკვეთს, მაშინ ჩვენ მივიღებთ უკვე ისეთ ხილფაფას, რომელიც ერთდროულად ქლიავსაც და კივისაც შეიცავს. ამიტომ არის დაუშვებელი ქლიავისა და ხილფაფის თანაკვეთა. ასე გამოიყურება სიტუაცია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით ქლიავი კივის კვეთს თუ არ კვეთს, დასაშვებია რომ ქლიავმა კივი გადაკვეთოს, მაგრამ დაუშვებელია რომ ქლიავმა ხილფაფა გადაკვეთოს. რომელი გამომდინარეობს, ესე იგი თუ წვენი შეიცავს კივის, მაშინ ის დამზადებულია ხილფაფით. არ გამომდინარეობს, შეიძლება კივით იყოს დამზადებული, მაგრამ ხილფაფით არ იყოს. თუ წვენი შეიცავს ქლიავს, მაშინ ის არ შეიცავს კივის. ნუ ეც ამას ვიტყვით, იმიტომ რომ შეიძლება ქლიავს და კივს ერთდროულად შეიცავდეს თორია იქ ხილფაფა არერიოს. თუ წვენი შეიცავს ქლიავს, მაშინ ის არ არის ნამდვილად დამზადებული ხილფაფით, იმიტომ რომ თუ ქლიავს შეიცავს, მაშინ ხილფაფის გადაკვეთა უკვე გამოიწვევს, რომ იარსებებს ისეთი ხილფაფა, რომელიც ერთდროულად ქლიავით და კივით არის დამზადებული, ამიტომ თუ წვენი შეიცავს ქლიავს, ის არ არის დამზადებული ხილფაფით, სწორი პასუხია. თუ წვენი შეიცავს კივის, მაშინ ის შეიცავს ქლიავსაც. შესაძლებელია, მაგრამ არ არის აუცილებლად ჭეშმარიტი. თუ წვენი შეიცავს კივის, მაშინ ის არ არის დამზადებული ხილფაფით, ასევე არ არის სწორი პასუხი. გამოგვივიდა აქ გე პასუხი.